ახლა ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივა, რომელსაც ვაცხადებთ, იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიის და ქიმიის, მათემატიკის, ფიზიკის ამ დარგებში, ჩვენ რაც არის ტექნიკური დარგები, ხალხის მომზადება, ყველანაირად ახალგაზრდებს ვახალისებთ, რომ აქეთ წავიდნენ, იმიტომ რომ თუ ეს დარგები არ იქნება საქართველოში, დასაქმება არ იქნება პირდაპირ ველაპარაკოთ და ამიტომ ამ მიმართულებითაც, ვინც ამ დარგებს შეაბარებს სკოლებში, კიდევ დამატებით ატესტირება 75 ლარი, გარდა იმისა, რაც ზოგად უნარებზე ჩვენ ატესტირებაზე გვაქვს საუბარი. ეს რა თქმა უნდა ეხება ამ დარგების სპეციალისტებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს მოგცემს საშუალებას ასევე შემდეგ უფრო მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები ყავდეს. ამასთან რამდენიმე ადამიანი მოვიდი 5-4 საათზე ახლა დავთვალეთ ადგილები, გზანი კარგად არის განათებული გასხოვებთ იმ დროიდან, როცა საკრებულოში ვიყავი და მაშინაც გამოგობით დავდივით ხოლმე ფანერებით ხელში. ნახეთ ადგილი, სადაც უნდა გავაკეთოთ დიდი ტექნიკური სასწავლებელი, საერთოდ ცენტრი, იქ თავის სპორტ კომპლექსებით, საცურაო აუზით, სხვა რაღაცეებით და მე მართლა ვაპირებ პირადად ავიყვანო ეს ტექნიკური სასწავლებელი, შეთავსებით გავხდე მისი დირექტორი. ეს კონსტიტუცია არ გძალას, რომ პრეზიდენტი ერთდროულად იყოს ტექნიკური სასწავლებლის დირექტორი, რა თქმა უნდა ფორმალურად შეიძლება სხვაც იყოს. და დავიწყო ამ ადამიანებზე მუშაობა, ათასობით ადამიანი ავიყვანოთ სხვადასხვა პროფესიებით და თითოეულ მათგანის კარიერა ავიყვანოთ ეგეთის ქვეშ, რომ დავაყენოთ ლაბორატორიის დონეზე, თუმცა ეს ლაბორატორია კიდევ მრავალი ათასი ადამიანია, ჩვენ ამ ადამიანებზე ექსპერიმენტებს არ ვატარებთ, უბრალოდ ვცდილობთ ხელით შევუწყოთ, მივცეთ საშუალება, რომ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოთ. ახლა დრო დადგა, რომ მთავრობა თელი თავისი რესურსებით და მეც თუმცა ადრეც ბევრს მუშაობთ ამაზე, მაგრამ თლიანად განმოვერთოთ თბილისის გარეუბნებზე. მე ძალიან ვამაყობ აღმაშენების გამზირზე. ამ გამზირზე დავიბადე, თელი ბავშვი ვიყოთ, ეხლა როგორც გაკეთე, ესე არ ყოფილა არა მხოლოდ ჩემი ბავშვობიდან, არამედ ბოლო 200 წლის განმავლობაში. მანამდე საერთოდ არ იყო. ძალიან ვამაყობთ რიყით, თაწმინდით, რუსთაველით, ვაკესაბურთაოთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცები კეთება, ორთაჭალათი, ავლაბარში, ყველგან გარშემო. მაგრამ თავარი რაოდენობა ხალხის და ყველაზე მეტად ალბათ მოსავლელი და ხელშესაწყობი ხალხი ცხოვრობს აქ. ამიტომ მე პირველი დავიწყე შეხვედრა გრდანიდან და ნახავთ გრდანში როგორ აქტიურად ამუშავდებით ყველანი. და მე მინდა თქვენი დახმარება იმისათვის, რომ გრდანი, რომელიც თავისით ბევრი რაღაცა გააკეთა აქ ხალხმა. შეადარეთ ცენტრი როგორი იყო და როგორი გახდა. ჩემ თვალში აი ცოცხალი მატერია შეგიძლია შეეხო როგორ ცოცხლად ვითარდება, როგორც ახალგაზრდა ორგანიზმი. მაგრამ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრია აქ დავატყობა. დავნაშაული ჩვენ ნოლზე დავიყვანეთ. ბევრი რაღაცა გვერდზე გავწიეთ, მაგრამ თავარი დაავადება კიდე აქაურობის, თავარი ვირუსი, ეს არის უმუშევრობა.